საპატრულო პოლიციის ახალი მეცხრე განყოფილება გაიხსნა გლდანი ნაძალადევის რაიონში. ამ ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დაესწრო. ნაძალადევში მისვლამდე მერაბიშვილმა ისანის სამგორის რაიონში ყოფებოდა, სადაც საპატრულო პოლიციის მესამე განყოფილების გახსნასაც დაესწრო. საპატრულო პოლიციის განყოფილებები გარემონტებულია, სამართალდამცველებს ახალი ინვენტარიც გადაეცათ. მინისტრიც და რიგითი პოლიციელებიც განყოფილებით დასჯდა. პოლიციელმა მოიგზნოს თავი კომფორტულად და საკუთარი მოვალეობა შეასრულოს და მოქალაქე, რომელიც ამ შენობაში მოვა და იქნება ურთიერთობა პოლიციასთან, დარწმუნდება, რომ მას აქ არის ნორმალური პირობები. პატივისცემა გაუჩნდება პოლიციის მიმართ. და ის ფაქტი, რომ პრაქტიკულად უკვე დაიწყო საქართველოში პოლიციად ნდობის აღდგენა, აი შეუწყო ხელს. მე ვფიქრობ, რომ პოლიციელები იმსახურებენ იმას, რომ მათ ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო პირობები. ინვენტარი ახალია, აბსოლუტურად უზრუნველყოფილია ყველაფრით პოლიცია, რაც კი მას სჭირდება დღესდღეობით. დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ეფექტიანად ვიმუშავებთ.